საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სპეციალურად მოწყობილი სპორტული სივრცე საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ დაათვალიერა. 26 მაისისთვის მოეწყო საგამოფენო და ვირტუალური სივრცეები, ფოტოს გადასაღები ადგილები, დაიგეგმა სხვადასხვა სპორტული აქტივობა, მაგიდის თამაშები, ნარდი, შაში, ჭადრაკი, გოუ, ასევე მაგიდის ჩოგბურთი, მაგიდის პრემბურთი, სახალისო ფეხბურთი, სახალისო კალათბურთი და სახალისო ჩოგბურთი. ორბელიანის მოედანზე ასევე მოწყობილია სპეციალური სივრცე შეხვედრა ლეგენდასთან, რომლის სტუმრებს შეუძლიათ ცნობილ ქართველ სპორტსმენებს შეხვდნენ და გაესაუბრნენ. სპორტი წარმოდგენილია ორბელიანის ქუჩაზე და სასიხარულოა, რომ ბევრი ახალგაზრდა თაობაა დაინტერესებული, სრულიად სავსეა ორბელიანი თითოეული სპორტული სივრცე, რაც ძალიან სასიხარულოა. სპორტია სფერო, რომელიც გვაერთიანებს, გვაძლიერებს და მე მინდა ვუსრულო სრულიად საქართველოს ბედნიერი წლები. ეს არის დღე, როცა აღნიშნავთ ერთობის, სიმტკიცის და საერთო ღირებულებების მნიშვნელობის დღე არის ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სპორტსმენისთვის. მიუხედავად იმისა, რომ პედესტალზე ჩვენი ქვეყანა ბევრჯერ გვისახელებია, მაინც ყველაზე დიდი გამარჯვება ნებისმიერი სპორტსმენისთვის, ქართველი სპორტსმენისთვის არის დღევანდელი დღე, ჩვენი დამოუკიდებლობის დღე.